ეს არის გორის საცურაო აუზი, რომლის რეაბილიტაციაც უკვე წლებია სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება. ამ კომპლექსის რეაბილიტაციის პირობას გორის პირველი პირის შემდეგ ახლა ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი დებს, რომელიც პროკურატურის ცნობით ამ შენობის კანონიერი მფლობელია. Ახლობებით 1 წლის განმავლობაში იყო ჩვენი საკუთრება, მე დამებარის ძალოვან უწყებაში იყო ზეწოლა, როგორც ხდებოდა ხოლმე, იძულებული გავხადეს გვეჩუქა სახელმწიფოსთვის. რამდენჯერმე ვიჩივლეთ, გავიდა 7 წელიწადი და დღეს დავგვიბრუნა. პროკურატურის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება არ არის საკმარისი სამართლებრივი სტატუსის შესაჩერებლად. ნებისმიერი ქონების, ასე ვთქვათ, სადავო ქონების საკითხი სასამართლოდ იწყდება. რა ინტერესები აქვს ირაკლი ოქრუაშვილს გორის საცურაო აუზის მიმართ? ოპოზიციის ნაწილმა საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველის მიმართ ბრალდებები უკვე გააჟღერა. რეალურად მე მგონია სიმართლე გითხრათ, რომ ეს არათუ ბიძამესი ალბათ ირაკლი ოქრუაშვილს იგნება და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება უკვე ალბათ ცოტა ხანში ირაკლი ოქრუაშვილი გუბერნიის შენობაზე და მერიის შენობაზე გამოთქვას იმას საყოველთაოდ ეს თუ მაგის ყოფილა და დაბრუნებას მოაქვს. რას ამბობს ბრალდებების ადრესატი და როგორია მისი პირველი კომენტარი ამ თემაზე? ირაკლი ოქრუაშვილი პარასკევს კვირის რეალობის სტუმარია. მიდის თუ არა ირაკლის გზა საკრებულოდან პარლამენტამდე? რა გადაწყვეტილება მიიღო? იბრძოლებს თუ არა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად და გორელების ხმების მოსაპოვებლად? როგორ აფასებს ის საკრებულოში და მერიაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს? პარასკევს 20 საათზე დიას პირდაპირ ეთერში რეგიონის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს დროა.